ვისაც სურს გახდეს ქრისტიანი, ჯერ პოეტი უნდა გახდეს. ქრისტიანის სული უნდა იყოს ფაქიზი, მგრძნობიარე, ემოციური, დაფრინავდეს, სულ დაფრინავდეს, ცხოვრობდეს ოცნებებში, დაფრინავდეს უკიდეგანო სივრცეში, ვარსკვლავებში, ღვთის სიდიადეში, მდგომარებაში. ვისაც სურს გახდეს ქრისტიანი, ჯერ პოეტი უნდა გახდეს. აი ეს არის მთავარი. უნდა გტკიოდეს, გიყვარდეს და გტკიოდეს. ტკიოდეს მისთვის, ვინც გიყვარს. სიყვარული თავს არ ზოგავს მისთვის, ვინც უყვარს. მთელი ღამე მღვიძარებს, დარბის, ფეხები უსისხლიანდება, რომ სატრფოს შეხვდეს. ამ სიყვარულის გამო სხვერპლს იღებს. არაფერს ანგარიშს არ უწევს, არც მუქარას, არც ირთულეებს. ქრისტესადმი სიყვარული ეს სულ სხვა რამეა, თვალშეუწვდენლად აღმატებული. როდესაც ვამბობთ სიყვარულს, შეძენილ სათნოებებს როდი ვგულისხმობთ, არამედ ქრისტეს და სხვათა მიმართ მოსიყვარულე გულს. ყველაფერი ამისკენ უნდა მივმართოთ. განა არ გვინახავს დედა, რომელსაც ბავშვი ჰყავს ჩახუტებული, როგორ ეფერება მას და ხარობს მისი სული. განა არ გვინახავს როგორ ბრწყინავს მას სახე, როდესაც პაწაწინა ანგელოზი უჭირავს. ამ ყველაფერს ღვთის კაცი ამჩნევს, მასზე შთაბეჭდილებას ახდენს და გულის წადილით ამბობს. ნეტავ მეც მქონდეს ასეთი წადიერება ღვთის მიმართ, ქრისტეს, ღვთისმშობლის წმინდანების მიმართ. აი ასე უნდა შევიყვაროთ ქრისტე. გსურს ერს, გწადია ეს და ღვთის მადლით იძენ კიდეც. მაგრამ გვაქვს კი ჩვენ ხურვალე წყურვილი ქრისტესი. როდესაც დაქანცულები ვართ, ვისწრაფვით რომ ლოცვით დავისვენოთ სატრფოსთან? თუ ამას იძულებით ვაკეთებთ და ვამბობთ, ახლა უნდა ვილოცო და კანონი შევასრულო. რა გვაკლია და რატომ გვაქვს ასეთი განცდა? გვაკლია საღვთო ტრფიალება. ასეთ ლოცვას არ აქვს ფასი. უფრო მეტიც, შესაძლოა ცუდიც კი იყოს. თუ სული წახდება და გახდება უღირსი ქრისტეს სიყვარულისა, მაშინ ქრისტეს წყვეტს მასთან კავშირს, რადგან ქრისტეს არ სურს მის გარშემო სქელკანიანი სულები. სული ისევ გონს უნდა მოეგოს, რათა კვლავ გახდეს ქრისტეს ღირსი. უნდა მოინანიოს, ვიდრე 37 გზის. ნამდვილი სინანული განწმენდას მოიტანს. ნუ იტყვი, ამაოდ გავფლანგი ამდენი წელი, არაფრის ღირსი არ ვარ და ასე შემდეგ. მაგრამ შეგიძლია თქვა, მახსოვს ის ამაოდ გატარებული წლები, როცა შორს ვიყავი ღვთისგან. მეც მაქვს ცხოვრებაში გატარებული წლები ამაოდ. 12 წლის ვიყავი, როდესაც წმინდა მთაზე წავედი. განა ეს წლები არაა? რა თქმა უნდა, მაშინ მე პატარა ვიყავი, მაგრამ 12 წელი ღვთისგან შორს ცხოვრობდი. ამდენი წელი. მოისმინეთ, რას წერს წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი თავის წიგნში. შვილო ჩემო, მომეცმე, გული შენი. ყოველი საქმე, როგორც ფიზიკური ესე სულიერი, თუ მას რუდუნება და შრომა არ ახლავს, ვერაზროს მოუტანს ნაყოფს მას, ვინც შრომობს, რადგან სასუფევო ლიცათაი იიძულების და რომელი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი, ხოლო იძულება გულისხმობს ხორცის დამთრგუნველ ღვაწს ყველაფერთან მიმართებაში. როდესაც გიყვარს ქრისტე, შრომობ, თუმცა ეს კურთხეული შრომაა, წვალობ, მაგრამ სიხარულით. ეტანიებს ასრულებ, ლოცულობ, რადგან ეს არის წადილი, საღვთო წადილი. ეს არის ტკივილიც, წადილიც, ტრფიალებაც, სიხარულიც, სიყვარულიც. მეტანიები მღვიძარება, მარხვა, ეს არის შრომა, რომელიც სატრფოსთვის აღესრულება. შრომა, რომ იცხოვრო ქრისტეთი. მაგრამ ეს შრომა იძულებითი არ უნდა იყოს. არ უნდა შფოთავდე. ყველაფერი, რასაც ძალდატანებით აკეთებ, იწვევს დიდ ზიანს შენს შინაგან არსებაში და საქმეშიც, რომელსაც აკეთებ. დაძაბულობა, იძულება, იწვევს წინააღმდეგობას. ქრისტესთვის შრომა, ნამდვილი წადილი, ეს არის ქრისტეს სიყვარული, თავგანწირვა, თავდადება. ამას გრძნობდა დავით წინასწარმეტყველიც. სურის და მოაკლდების სულსაჩემსა, ეზოთა მიმართოფლისათა. ჩემს სულს ღვთის სიყვარულის წადია და დნება ამ სიყვარულისგან. საჭიროა ყურადღება და მცდელობა, რათა ადამიანი ჩაწვდეს და შეითვისოს, რასაც კითხულობს. ეს არის შრომა, რომელიც უნდა გასწიოს ადამიანმა და ამის შემდეგ უშრომლად მოიპოვებს მობიერებას, სითბოს, ცრემლებს.
ეს ყველაფერი შემდეგ მოდის, ეს ღვთის ნიჭებია. განატრფიალებას სჭირდება მცდელობა. ტროპარების, კანონების, წმინდა წერილის აღქმა სიხარულით გიზიდავს, მხიარული ეზიარები ჭეშმარიტებას. მოეც სიხარული გულსა ჩემსა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს. ასე, ყოველგვარი დაგეგმვისა და ძალადობის გარეშე გეძლევათ მობიერება. გაიგეთ? მე საბრალოს ძალიან სურს მოვისმინო წმინდა მამათა მოღვაწეთა ძველი და ახალი აღთქმის სიტყვები. სურს რომ ამას დავეწაფო. ეს სიტყვები საღვთო ტრფიალებას აძლიერებენ. ძალიან სურს ეს და ვცდილობ, მაგრამ არ შემიძლია. მოვუძლურდი. სული გულს მოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ. ვერც მეტანიებს ვაკეთებ, ვერაფერს. ძალიან სურს. დიდი გულმოდგინება და წადილი მაქვს, რომ წმინდა მთაზე ვიყო და ვაკეთო მეტანიები, ვილოცო, წირვები აღვასრულო და ვიყო სხვა ერთ მოსაგრესთან ერთად. უკეთესია, როდესაც ორნი არიან. ეს თავად ქრისტემ ბრძანა. რამე თუ სადაც აიყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა. სიმდაბლე და უანგარობა ღვთისადმი მსახურებაში. ქრისტე დგას ჩვენი სულის კართან და აკაკუნებს, რათა გავუღოთ, თუმცა შიგნით არ შედის. მას არ სურს ძალა იხმაროს ჩვენს თავისუფალ ნებაზე, რომელიც თავად მოგვანიჭა. ამას გამოცხადებაში ამბობს. აჰა ესე რა ვდგა კარსაზე და დავრეკ, უკეთო ვინ ისმინოს ხმისა ჩემისაი და განაღოს იგი, და შევიდე მისთანა და ვჭამო მისთანა სერი და მან ჩემთანა. ქრისტე თავაზიანია. დგას ჩვენი სულის კართან და ნაზად აკაკუნებს. თუ კი გავუღებთ, შემოვა ჩვენში და ყველაფერს გვიბოძებს, საკუთარ თავს, საიდუმლოდ და უხმაუროდ. ჩვენ არ შეგვიძლია შევიცნოთ ქრისტე, თუ ის არ შეგვიცნობს. მე არ ძალმიც ამის დაზუსტებით ახსნა. ეს საიდუმლოა. მოусმინეთ პავლე მოციქულს. ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფრო ისღა გიცნა თქვენ ღმერთმან. არც მისი შეყვარება შეგვიძლია, თუ მან არ შეგვიყვარა. ქრისტე ჩვენ არ შეგვიყვარებს, თუ ჩვენ არ ვიქნებით მისი სიყვარულის ღირსნი. იმისათვის, რომ შეგვიყვაროს, ჩვენში რაიმე განსაკუთრებული უნდა იპოვოს. გსურს, ითხოვ, ვცდილობ, ევედრები, თუმცა ვერაფერს ღებულობ. ემზადები, რომ მოიპოვო ის, რაც ქრისტეს სურს, რომ შენში ღვთის მადლი შემოვიდეს. მაგრამ თუ არ არსებობს ის, რაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, მადლი არ შემოდის. რა არის ეს? სიმდაბლე. თუ არ გვაქვს სიმდაბლე, არ ძალგვით შევიყვაროთ ქრისტე. სიმდაბლე და უანგარობა ღვთისადმი მსახურებაში. ნუ სნობნ მარცხენა იშენი, რასა იქ მოდის მარჯვენა იშენი. ნუ რავინ დაგინახავთ, ნუ რავინ გაიგებს თქვენი ღვთისადმი მსახურების მოქმედებებს. ყველაფერი ეს ფარულად, საიდუმლოდ უნდა ხდებოდეს, როგორც მოსაგრეები აკეთებენ. გახსოვთ ბულბულის შესახებ რომ გიამბეთ. შიგ ტყეში გალობს, სიწყნარეში. განა მას ვინმე უსმენს ანაქებს? არავინ. რა მშვენივრად გალობს ის მარტოობაში? გინახავთ როგორ ებერება ხორხი. ასე ემართება იმასაც, ვინც ქრისტეს ეტრფის. თუ კი უყვარს, ებერება ხორხი, ევნება, ენა ეღლება. პოულობს პატარა გამოქვაბულს ან ხევს და საიდუმლოდ ცხოვრობს ღვთით. სულთქმითა მით უსიტყველითა. რაც ნიშანია იმისა, რომ ცხოვრობს ღვთით, რომლითა ყოველი იძვრის და ცხონდების, რადგან მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ. როდესაც ამგვარი სიმდაბლის საზომს აღწევ და აიძულებ ღვთის მადლს შენში დაივანოს, მაშინ ყველაფერი მოიპოვე. როდესაც სიმდაბლე გაქვს, ხდები ღვთის ტყვე, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ჭურჭელი საღვთო მადლისა, და მაშინ შეგიძლია პავლე მოციქულთან ერთად თქვა, ხოლო ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე. ძალიან ადვილია ამის განხორციელება, ანუ იმისი გაკეთება, რაც ღმერთს ნებავს. არა მხოლოდ ადვილია, არამედ უადვილესი. თავარია რომ გავიხსნათ. როდესაც ვიხსნებით ღვთაების მისაღებად, მაშინ ღვთის ღირსნი ვხდებით, რათა ჩვენში ქრისტე შემოვიდეს. და თუ კი ჩვენში ქრისტე შემოვა, მოგვანიჭებს თავისუფლებას. აბა სად იპოვი სიტყვებს ამ საიდუმლოს აღსაწერად? საიდუმლოს მთელი არსი
არის სიყვარული, ტრფიალება ქრისტესადმი. უნდა გადაეშვა სულიერ სამყაროში. მაშინ არც მარტოობას გრძნობ, არც არაფერს მსგავს. სხვა სამყაროში ცხოვრობ, იქ სადაც ხარობს, ხიარულია სული, სადაც ვერასდროს ვერ ძღება. წმინდა წერილი და წმინდა მამები ავითარებენ საღვთო ტრფიალებას. ყველაფრის სათავე წმინდა წერილია. განუწყვეტლივ უნდა იკითხოთ იგი, რათა სულიერი ბრძოლის საიდუმლოებები ისწავლოთ. სოლომონის სიბრძნის, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, მე-9 თავში წერია. ღმერთო მამათა ჩვენთაო და უფალო წყალობათაო, რომ მან შექმე ყოველი სიტყვითა შენითა და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რაითა უფლებდე შენ მიერ ქნულთა დაბადებულთა და განაგებდე სოფელსა სიწმინდით და სიმართლით და სიწრფოებითა გულისაითა სასჯელსა სჯიდეს. მომეცმე უფალო საყდართა წინაშე მდგომი სიბრძნე და ნუ განვაგდე მე მონათაგან შენთა, რამთუ მე მონაი შენი და ძემხევლისა შენისაი, კაცი უძლური და მცირედისა ჟამისაი და ნაკრულევანი გულისხმის ყოფისაი, სასჯელისა და სჯულისათვის. აქ ჩვენ ხედავთ თუ როგორი სიმდაბლით ითხოვ სოლომონ ბრძენი ღვთისგან სიბრძნეს და ღმერთმაც უხვად უბოძა მას სიბრძნე. ყველა ეს ბრძნული აზრები, რომლებიც მან დაწერა, მისი საკუთარი როდია, არამედ შთაგონებულია იმავე სულით, რომლითაც ჰიმნოგრაფებმა კანონები შექმნეს. ამიტომაც მიყვარს მე კანონები ასე ძალიან. იკითხეთ და დაეწაფეთ მათ, ასე მოიპოვებთ საღვთო ტრფიალებას. მოისმინეთ წმინდა სამების კანონის სიტყვები. სამებასა სამ გვამოვნებით უგალობთ. ერთითა ბუნებითა უცვალებელ სახადსა, სახიერსა, კაცთ მოყვარესა ღმერთსა, ჩვენ და ცოდვათა შენდობის მომნიჭებელსა. აბა მითხარი, საიდან ვიცი ეს? შეშილობა მჭირს, სიმთვრალე, საღვთო სიმთვრალე, ვერ ვძღები ამ სიტყვებით. ზიარების სამადლობელოცვაში წერია. დაესრეთ ამის ცხოვრებისაგან განსრული, სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოისათა, მარადის მყოფსა განსვენებასა მივიწიო. სადა არს მე დღესასწაულეთა ხმაი დაუსრულებელი და წარუვალი სიტყვოებაი მათი, რომელი ხედვენ პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქმელსა. რამე თუ შენ ხარ ჭეშმარიტი, სასურველი და გამოუთქმელი სიხარული მოყვარეთა შენთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენ გიგალობს ყოველი დაბადებული უკუნისამდე. ამინ. ეს არის დღესასწაული და ღერძი მთელი ამ სიხარულისა არის ქრისტეს პიროვნება. ამის სიღრმისეულად და სიზუსტით აღქმა შეუძლებელია, რადგან ღმერთი არის უკიდეგანო, საიდუმლო, დუმილი. ღმერთი ძალიანი დუმალია, თუმცა ყველგან არის. მისით ვცხოვრობთ, მისით ვსუნთქავთ, მაგრამ არ ძალგვიც განვიცადოთ მისი სიდიადე, მისი განგება. ის ხშირად მალავს მისი საღვთო განგებულების მოქმედებებს, მაგრამ როდესაც მოვიპოვებთ წმინდა სიმდაბლეს, მაშინ ყველაფერს დავინახავთ და ყველაფერს განვიზდით. თვალნათლივ განვიზდით ღმერთს და მის საიდუმლოებებს. მაშინ უკვე ვიწყებთ მის შეყვარებას და ეს არის ის, რასაც ის ითხოვს. ეს არის პირველი, რასაც ის ითხოვს ჩვენი ბედნიერებისათვის, როგორც თავად ამბობს. შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ასეთი სიყვარული ჰქონდა წმინდანებს. ასეთი სიყვარული ჰქონდა იმ წმინდანსაც, რომლის სახელსაც ვატარებ წმინდა პორფირის, ღაზის ეპისკოპოსს. მის მსახურებაში მე-6 გალობის პირველ ტროპარში შემდეგი სიტყვები წერია. ჭეშმარიტსა სასურველსა მიემთხვიე, დაამდაბლე რა მარხვითავნებანი და სიხარულით მიიწიე ღვთისა მიმართ და წარსდგ წინაშე თავსა საწადებელთასა პორფირი, მღვდელმთავართა და მწყემსთა უცდომელო კანონო. ჭეშმარიტსა სასურველსა მიემთხვიე და სიხარულით მიიწიე ღვთისა მიმართ. სასურველიდან უმაღლესისაკენ შეიყვარე უკიდურესი საწადელი. უკიდურესი საწადელი არის ღმერთი, მამა, ძე და სული წმინდა. სამივე პირი ერთია მათ შორის და ერთობაშია ეკლესიასთანაც. ქრისტე, შენ ჩემი სიყვარული ხარ. არ ვფიქრობ სიკვდილზე,
იყოს ის, რასაც უფალი ინებებს. მინდა რომ ქრისტეზე ვიფიქრო. თქვენც გაშალეთ ხელები და გადაეშვით ქრისტეს წიაღში. მაშინ ის თქვენში იცხოვრებს და გამოდვებით გგონიათ, რომ არ გიყვართ ქრისტე ძალიან. გსურთ უფრო მეტად მივახლოვდეთ მას და იყოთ მასთან ერთობაში. უგულებელ ყავით ვნებები. ნუ დაკავდებით ეშმაკზე ფიქრით. ქრისტეს მიმართეთ. ყოველივე ეს რომ განხორციელდეს, ღვთისმადლი უნდა მოვიდეს. საღვთო მადლი, მარადის ნეულთა მკურნალი და ნაკლუ ლევანთა აღმოსებელი.